ერთი რამ უკვე დანამდვილებით ვიცით. ილია თოფურიამ საბრძოლო კემპი დაიწყო. და თუ ესპანელ ჟურნალისტს დაუჯერებთ, ილია ჰამრისთვის იჩხუბებს საერთაშორისო ღონისძიების კვირეულზე. საიდან იცის ალვარო კოლმენერომ ეს ჟურნალისტი თავის წყაროს არასდროს ასახელებს, ამიტომ მოდი ამ ამბავს ცოტა ხნით გავეშვ. ახლა კი მთავარი კითხვა, ვის შეხვდება ილია? რა თქმა უნდა, ისლამ მახაჩევს. მიუხედავად იმისა, რომ ისლამი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო და ასევე უარზე იყო მისი მენეჯმენტიც, როგორც ირკვევა, მას სხვა გზა აღარ დარჩა გარდა ილიასთან ჩხუბისა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხაბიბი კონორის შემდეგ ეს ჩხუბი სუბუქ წონაში იქნება ყველაზე რეიტინგული და ყველაზე მეტრციფს დაწერს და ყველაზე დიდი ინტრიგა იტრიალებს ამ ბრძოლის გარშემო. ვიცით რომ ისლამს არგუმენტად მუდამ მოჰქონდა ის ამბავი რომ აღარ სურდა მორიგ ქვემსუბუქი წონის მებრძოლთან დაპირისპირება, როგორც ეს ალექს ვოლკანოვსკისთან უკვე გააკეთა და მას აქვს სურვილი და ჰქონდა რომ მისი მომდევნო მეტოქე ყოფილიყო ვინმე კონტენდერი სუბუქი წონიდან, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა, იმიტომ რომ ასეთი ფიზიკურად აღარ არსებობს, ამაზე ცოტა მოგვიანებ. რა გარემოება ახლავს თან ილია მახაჩევის დაპირისპირებას და ამ შემთხვევაში ისლამის მოცემულობას. ვიცით რომ ხაბიბმა ეს უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ თუ JDM-ი დაამარცხებს ბელალ მუჰამედს, ამ შემთხვევაში ისლამი ავა ზედა წონაში, ქვემსუბუქ წონაში და იბრძოლებს მეორე ქამრისთვის. მაგრამ ეს ხომ ფაქტია, რომ გარანტია არ არის იმისა, რომ JDM ბელას მოუგებს და თუ ბელალი დარჩა კვლავ გამარჯვებული, ამ შემთხვევაში ბელალი ისლამის ჩხუბი თითქმის გამორიცხულია, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი ურთიერთობა აკავშირებს ბელალსა და ისლამის წარმომადგენლებს. შესაბამისად, ეს ფაქტობრივად გამორიცხულია. მაგრამ არსებობს მეორე ვითარებაც. შესაძლებელია თუ არა, რომ 28 ივნისს შედგეს დროებით ქამარზე ჩხუბი ილიასა და ოლივეირას შორის, ანდაც ილიასა და ცარუკიანს შორის. ეს აზრით შეიძლება გამავითაროთ, იმიტომ რომ ილიას პოზიციის დაფიქსირების პარალელურად, რასაც კემპის დაწყება ჰქვია, ასევე თავის სოციალურ ქსელში თავისი დაბრუნება დაანონსა ჩარლზ ოლივეირა. ვინ იქნება ოლივეირას მოწინააღმდეგე? ცარუკიანი, გეიჯი, ესეც ბორუსით არის მოცული, თუმცა ის ფაქტი, რომ ილიას და ოლივეირას დაბრუნება ერთმანეთს ემთხვევა, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს. დავუსწოროთ ახლა რეალობას თვალი. ისლამისა და ილიას დაპირისპირება არის გარდაუვალი და ეს ყველაფერი უნდა შედგეს 28 ივნისს. ზოგადად თავისი კარიერის განმავლობაში ილიამ ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა და ამ შემთხვევაში UFC-ს აღარ დაუტოვა სხვა გზა გარდა იმისა, რომ პირდაპირ ტიტულის შესთავაზოს სუბუქ წონაში, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ილია მოვიდა ორგანიზაციაში, საკმაოდ კარგი რეპუტაცია მოიპოვა ძალიან მალე. საბოლოოდ დაამარცხა არაჩვეულებრივი ნოკაუტით ვოლკანოვსკი, მიიღო ქამარი, დიდებული პერფორმანსი შემოგთავაზა ჰოლოვეის წინააღმდეგ და პრინციპში ამ დივიზიონში დიდი აღარაფერი იყო დარჩენილი საიმისოდ რომ მას დაემტკიცებინა. ამასთან ერთად ის რომ უჭირდა წონის ჩაბარება, რაზეც უკვე მან ისაუბრა და ნაცვლად იმისა, რომ შეეფერხებინა დივიზიონი, დაეყოვნებინა ის ამომავალი კონტენდერები, რომლებსაც სურთ კვლავ ქამარზე ჩხუბი, მან ადგა და გადაწყვიტა რომ დაეტოვებინა ეს დივიზიონი, დათმო ქამარი და ავიდა სუბუქ წონაში. ეს ძალიან დასაფასებელი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა მებრძოლი აკეთებს ხოლმე ამას და პირიქით თავიანთ დივიზიონს ზიანს აყენებენ მათი უმოქმედობითა და პასიურობით. რაც შეეხება ოლივეირას და როგორც უკვე ვთქვით, ის ფაქტი თუ ვის წინააღმდეგ შეიძლება დაბრუნდეს, კვლავ არის ბურუსით მოცული. მოდი გადავხედოთ კიდევ ერთხელ ტოპ 5-ს სუბუქი წონისა და ვნახოთ რეალურად დარჩა თუ არა ისლამ მახაჩევს ვინმე სხვა გარდა ილია თოფურიასი. ჩემპიონი არის მახაჩევი, პირველ ადგილზე არის არმან ცარუკიანი, მეორე ადგილზე არის ჩარლზ ოლივეირა, მესამე ადგილზე არის ჯასტინ გეიჯი, მეოთხეზე არის მაქს ჰოლოვეი. ამ ადამიანებს რომ მივყვეთ, მახაჩევი არის ჩემპიონი და შესაბამისად იძულებულია დაიცვას ქამარი, თან თუ მის ასაკს გავითვალისწინებთ, რამდენიღა დარჩა შეიძლება, ხო? მაქსიმუმ 2 წელი ალბათ. არმან ცარუკიანი კი ბატონო ახალგაზრდაა, აქვს მას ჯერ კიდევ დიდი პერსპექტივები. რაც შეეხება ჩარლზ ოლივეირას 34 ბრძოლა აქვს ჩატარებული UFC-ში, 35 წელს ზემოთ არის ის და მთელი ცხოვრება ფაქტობრივად UFC-ში ახალს არაფერს გვთავაზობს და არ არის იგი ამომავალი ვარსკვლავი და კონტენდერი. შესაბამისად, მასაც ბევრი არ დარჩენია ამ დივიზიონში. ჯასტინ გეიჯი, რომელმაც ვიცით რომელმაც წასვლასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო სპეკულაციები და ბევრი არც მას აქვს დარჩენილი საბრძოლო კარიერაში და მეოთხე ადგილზე მაქს ჰოლოვეი, რომელიც ახლა საბოლოოდ დაფუძნდა ამ დივიზიონში და მეხუთე ადგილზე დასტინ პორიე, რომელიც ვიცით რომ მისი შემდეგი ჩხუბი იქნება
პენსიაზე გასასვლელი. ახლა ლოგიკურად ვიმსჯელოთ და გამორიცხვის მეთოდით ვისაუბროთ. ყველა ამ ადამიანებისა ერთმანეთთან უკვე არის შეხვედრილი. გარდაუვალია ილიას და ისლამ ახაჩევის ბრძოლა, მით უფრო რომ ილიამ უკვე დაანონსა კემპი, რომ კემპი დაიწყო და ის რომ 28 ივნისს წლის ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებაზე მთავარი ბრძოლა არ გვაქვს. შესაბამისად ილია versus ისლამი 28 ივნისს.